ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, ეს არის თავისუფალი სივრცე 98 და 5 და ეს არის გადაცემა რა? ჯაპანას პაპანაკება. არა, დღეს ამყავს სტუმარი, მაგრამ რა სტუმარი? ისეთი სტუმარი, რომ აი დედა მოუვა რა. აი, როგორ გითხრა, კახელი, კაცი, ჯიგარი, კაისმელი, კაიდამრტმელი, ნიჭიერი, მშვენიერი. რამდენი ეპითეტი თქვა, აღარც ვიცი და ძმა და მეგობარი, ჩემი რა თავარია, ბატონებო და ქალბატონებო. ეს გახლავთ უნიჭიერესი კაცი, ჩვენი თეატრის, ბანჯანიშვილის თეატრის მსახიობი. როლანდო ქროპილიძე, გვარი როგორი აქვს? ოქროპილიძე, ბიჭო, რა გვარი შეხედე რა, ოქროპილი, ბიჭო, აი იქიდან მოდის, და თან რა კაცი გურჯაანელი, ან რა მადრიანი ადგილი. როგორ ახარ აბა მითხარი? ხო ხარ ჯანზე, გენაცვალე ბიჭო. ჯაპა, შენ როგორ ახარ? რა ვიცი, აი ფისხალობით რა კარგად ავარ, მიხარია შენი მოსვლა, ჩემთან და ძალიან ბედნიერი ვარ და რაღაცა მგონია რომ გადაცემა გამოგივა ისე რომ გავახალისებ კიდევაც მაყურებელს და ყოველ შემთხვევაში დაზაფრულებს არ დავტოვებთ ახლა. ამის პირობა მივცეთ რა, ია так думаю რა. საღამო მშვიდობის. ხო, საღამო არა, შვადღია. ნუ ფაქტიურად საღამოა რა, არც მაგი არ არის პრობლემა. ჩვენ მაყურებელს როგორ ხარ? რაზე ვისაუბროთ ეხლა ჩვენ? აბა დავიწყოთ შენი ბავშვობიდან დავიწყოთ. გაიგე? აბა ეხლა მე რო ვიცნობდი ბიჭო, საწყა მამაშენს ვერ გადავეყარი ჩემო ძმაო რა და რაღაცა პატარა წლებით ავსდი რა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. როლიკოზე იმდენი მსვენია ჩემო ბატონო, მე მყავს რომ პაპა ყავდა ისეთი რომ გარუჩი მაგარი კაცი იყო და იმის სახელი ქვია ჩემო ბატონო. ხო, ნორას ვიცნობდი გენაცვალე. ნორას დაწურული ნორას ბატონებო, გაგიგეთ ბებიის დაწურული ღვინო დამალევინა ძმაო. თუ კაცები წურავდნენ ეგრე ღვინოს, მე ვიყო უნამუსო. აბა რა იქნება ეხლა გურჯაანელი ქალბატონი? წარმოიდგინეთ რომ ამა ვერ რაჭველი იყო, რაჭველი სინამდვილეში. ხიბარა ნუ გურჯაანში იყო და მთელი ცხოვრება იქ და რამდენი ცხოვრება? რამდენი წლის გარდაიცვალა? 14 წლის გარდაიცვალა. გენაცვალე რა. მაისში შარშან ეხლა გადის წლის. და ბოლო დღემდე იყო ჯაზზე მიდიოდიოდა, ბოლო ჩვეულებრივად იყო კაცმა. გეუბნები 90 წლის ასაკში დაწურული ქალბატონის ღვინობა დალეული. ჭიქას ვერ მოიწვიტავდი პირიდან, ესეთი იყო რა ჩემო ბატონო რა. აი ესეთი ამბავია. მე დავწურე მაშინ ეგ ღვინო მახსოვს ეგ ამბავი. მე დავწურე და მეტი დრო არ მქონდა სპექტაკლები, რეპეტიციები მქონდა, ჩავაბარე ბებიას და წამოვედი და გავიდა, მოკლედ გადაიღო ეს ღვინო, ამოიღო, ჩაურია, ყველაფერი თავის დროზე ისა და მე რომ ჩამოვიტანე. ჭაჭას დააკვირდა აბა. ჭაჭას ყველაფერი და მარტო იყო რა ჟიზავდა ეხლა და ჩამოვიტანე და ვიჭებთან გავსინჯე და რაღაცა წამომწდე ხა ეგ ჩემთვის უფრო ცოტა ჩაულებრივი იყო, ბებია ჩემო გააკეთე. მარზა გადაერია ჯაპან ყველაფერი გამიგია, ბიძა ჩემის ღვინო გამიგია, ჩემი ძმა რო აკეთებს ღვინო, მამა ჩემის ღვინო. ჩემი დაყენებული აიწია, ბებიას ღვინო აღარ გამიგია. აგეთო ეგეც გამიგია რა. ეგ არის რა. ეგ არის ჩემო კარგო. ეხლა ბავშვობა როგორი ქონდა რაღაცა? ბავშვობა ისეთი მქონდა, რა ქვია, ცოტა კარგად ძიმე იყო, რთული პერიოდი იყო ძალიან ზოგადად ყველგან და მე ჩემთანაც მათ შორის, მაგრამ ეს 90-იანი წლების 93 წელსში ვარ დაბადებული და აი მაგ დროს ზუსტად ესეთი ბავშვობა გავიარე, ლამპის ჩუქი, ბევრი ლამპა, ძალიან აი ეს პურის რიგში მე თვითონ ბევრჯერ მომიწია დგომა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამაგეროდ მამა ცოცხალი იყო, მამის მეგობრები გარშემო და მამა ძალიან მხიარული ადამიანი იყო, შინაგანად მხიარული და გულისხმობ ამას და ანუ აი იდენა ეგ იყო ძალიან თბილი ამბავი, ფეჩი ჯაპან, კარგი ღვინო, ფეჩი თბილი, ლამპა კარგი საზოგადოება, კარგი მეგობრები და კარგი ღვინო და მხიარული კეთილი ამბები. სიმღერა თუ იყო სიმღერა. რა თქმა უნდა, ბევრი. ბავშვობიდან ღერი როგორ? მე ღერი მამას და დედას აი ღერია. ღერო დედა უკრავს რა რაღაც ესე ყვარულის დონეზე და მამასაც ძალიან უყვარდა სიმღერა და კი მამამ ღერო და ჩაულებრივად. პაპა? პაპაც კარგი, პაპა უკეთ ღერო. პაპა რა თქმა უნდა. პაპა უკეთ ღერო და არის რაღაცა კარგი ამბები, აი ჩვენ რო საერთო მეგობრები ყავს. რაღაცა არის რაღაცა ამბავია რომ ვისოცკისთანაც მოხვედრილა თურმე და უმღერია რაღაცა და იმას რაღაცა ისეთი შეფასება უთქვია რესტორანში რა, ყოფილა ეგეთი შემთხვევა რაღაც. რაღაცა რუსული სიმღერა არის ის სხვათა შორის უნდა ნახო ბებია ჩემს ესე შენახული ქონდა ესე ხელით ჩაწერილი პაპა ჩემის როლიკოსი და აი ეს სიმღერა ვიმღერეო რაღაც რუსული სიმღერა და ვერ მივაგენი არ ვიცი. ხო ისავლიდი ხა დაამღერებდი და მინდა რომ ისწავლო ეს სიმღერა. მივაგენი? მივაგენი. ეს ფურცელი მაქვს და იცი ვინ იციან იმერლიშვილები რო არიან, მაგალითმა იციან ეგ სიმღერა, რომელიც სიმღერაც არის, არ მახსოვს რა, ცნობილი სიმღერა, რაღაცა ძველი რომანსი. მე მიდი კაცო ძალიან. ახლობლები არიან ჩემი ეგენი.
იმერის ოჯახის ახლობლებიც არიან და მოკლედ მაქედან. მოკლედ ჩემპიონობაში კიდე რა ხდებოდა? აი ეს ხდებოდა, ხშირად ხდებოდა. მამასთან მიყვარდა ხოლმე ზოგადად ძალიან მამასთან გაყოლა. მამის მეგობრებთან ვიჯექი სულ, ანუ აი სუპრასთან მიყვარდა ხოლმე ყოფნა რა. მაშინ ეს ერთობოდნენ, იმიტომ ეს შეყუჟულები ვიყავით რაღაცა სულ ერთად, მანე დაღამდებოდა და ფეჩი გვერდო სადაც სითბო იყო და ერთი ნატურა და ღვინო კი გონდა. ღვინო თუ იყო, სითბოც იყო, რა თქმა უნდა. ღვინო და რაღაცა რა თქმა უნდა. ღვინო არ გაკეთა ახლა გურჯაანში. მე მაშინ არ ვსაუდი, პატარა ვიყავი, მაგრამ აი ხო შეიძლება ბავშვებთან წახვიდე რა სათამაშოდ. არა, მე რჩინა მამა ჩემის მეგობრებთან ყოფილიყავ. რა საქმე მიიღე ეგ სიტყვით? ეგ სიტყვით ალბათ 13 წლიდან აი ესე რა, 12 წლიდან, რომ აი ესე რა ცოტა-ცოტა რომ მიეპარები ხ მახსოვს რომ ჩემი კლასელის იმას დავდავლიე კარგად და სახში რომ მივედი რომ ტრიალებდა სახლი. ეგ მახსოვს, ეგეთი რაღაცები. ისე დავიფიცე კიდევაც რომ მეც აღარ დავლივიმეთქი მაშინ ისე ტრიალებდა ჭერი რომ მე აი როგორი რამე ოღონდ ღმერთო ხა გადამარჩინე მეთქი რა რამე იცოდო მაგაი გადავირიე კიდევ ამ გულისრებით მომხდი ხო ძნელიანი ბავშვისთვის ეგ ხო რა ეგეთი რამე მაგრამ როგორ არ შევასრულეთ ეგ ამბავი ხო რა თქმა უნდა სწორიც არის კაცო არ უნდა შეასრულო ქართულმა კაცმა ღვინო უნდა დალიოს საღამოს ეხა ვისაც ერგება რატო არა რატომაც არა აბარა მაგის განწყობა რომ მაგით შეიქმნა ღვინო რომ მოგეხმაროს განწყობის შექმნაში სევდა დარდი რომ ცოტა იქით მიწიო ღვინო აკეთებს მაგ ამბავს და აბარა ზოგ ადამიანმა აი მიუხედავად რომ საქართველოში ეს გიჟდები რაზე იცი როლად ბიჭო ტიპები არის არა არის ის კი არა ბიჭო მე რომ სვამ აი როგორი სიმთვრალე მაქვს ეცი სიფხიზლეზე კაი აი როგორ გითხრა რა მავიწყდება ვალები ბანკის გაიგე რა ამათ ახსენდებათ ბიჭო ვალები თუ რამე პრობლემა აქვს დაუყურებ ადამიანს და აი უყურებ დალია აი ბაკვირდები ხო ეხლა არის ამ მდგომარეობაში და არის საი ოჯახიდან ალბათ გონია რომ ეგა ოჯახიდან არის ვიღაცა მან ნახოს ხო ხდები ეს რა ხდება რომ სვამენ კაცები ღვინოს აი უნდა დააკვირდე და ნახოს ხო ბავშვობიდან რა გააკეთოს მერე აი ეს ენერგია რომ მოდის ეს თვალი რო არის რაღაცა რაკნას არიციან ბევრ ადამიანზე შეიმჩნევია ვიზიანდებიან არის ის რაკნას და რაც იმ დროს ველურად მოვა ესე და იმას აკეთებს ისე რომ არც ზომას დააკვირდება არც იმას დააკვირდება ტაქტს არაფერს აი მიუშვებს ბოლომდე იმას და შეიძლება რომ გაუზრდელობის ბრალია მაინც აი დაუკვირვებლობის ბრალია თუ კაცი დააკვირდება და ოდნავ აი ჭკვადაგონება აქ და ნიჭია კოდნავ დააკვირდება რომ რა გავაკეთო ახლა ამ დროს რა უნდა გააკეთოს ეგეთმა ყურძნად უნდა მიიღოს კარგად არის მოუსმინოს სიმღერას რაღაცა ყურძნად მიიღოს ხო მართალი ხარ ეხლა იმ დღეს სადღაც ვნახე რომ ვაზი ეხა ტირის რა და ვიღაცას გადაუჭრია ესე რა ქვია ვაზი რა ესე ხო სხლავენ და მაგას შეუერთე ბოთს შეუერთებ და ერთ დღეღამეში 2 ლიტრამდე წყალი ჩამოდის წარმოიდგინე ამდენ ესე გაჩება იქიდან წმენდავსო ხო რაღაცა პროცესი ხო მიდის და ესე ჩამოასხა და ჩამოასხა ვაზ გამოვლილი წყალი წარმოიდგინე აი ეს დალიეთ ბატონებო ვისაც არ გესმებათო ხო ნუ ახლა რატო უნდა იყოს არ უნდა ანა პირდაპირ არ დაადუღო ისე რა არ დააკვირდით რა ვიცი აი გირჩევთ ყველას კარგი ღვინო გირჩევთ რომ კარგი ღვინოები მადლობა ღმერთს ახლა წამოვიდა ეს კულტურა რაღაცას ხალხი აქცევენ ყურადღებას კარგ ჯიშებსაც რაღაცა და რო დალებთ შეეცადეთ რომ კარგ საზოგადოებაში დალიოთ და შეეცადეთ რომ დააკვირდეთ აი ეს სიმღერა ცადეთ მოусმინოთ რაღაცა მხიარული ამბავს მოусმინეთ რა ვიცი კარგ ქალთან იყავით და არ შეაწუხოთ რაღაცა კარგი ამბები უთხარით გაზაფხული მოვიდა რაღაც დაუკრეფეთ ყვავილები მიერთეთ ჩაუტარე ლექცია რა კარგი იქნება ხო პათოლოგებს ჩაუტარე ლექცია პათოლოგი მოვა აბა ითვალისწინე დროების ლექციები რეცეპტები როლანდის რა თუ მოინდა მე კაცი გამოვა რა მაგ მდგომარეობა როლან ჯიგარო ჭიდაოვდი არა ჭიდაობდნენ ჩემი მეგობრები და მე გურჯაანში ხა მოგიწია ჭიდაობა ჭიდაობა ისეთი რამეა რომ და მე ზღვაურობაზე მინდა კიდე გითხო მე ზღვაურობა ჩემი ერთ-ერთი ოცნება ხო და ჭიდაობდნენ ჩემი მეგობრები აჩკო ქიტიაშვილი და კიდე ბიჭები ხა ძალიან წარმატებული პედაგოგები არიან ახლა ისე ავარჯიშებენ ბიჭებს ხო და ეს ძალიან მაგარი ბიჭი იყო რა ეს აჩიკო და არის ვენაცვალე კაცო ჩემი მეგობარი ჩემი კლასელი და მოკლედ მაგრამ ჭიდაობდა და ამას სულ ეხვეწებოდი რომ მე მასწავლე რა ილეთი მასწავლე და მასწავლე და ილეთებს და 2-3 ილეთი ისე მაგრად დავამხეცე რომ აი თან ისეთი ქართული ეგ აკორდივით არის ხო იცი 2-3 და ხო აი გიტარის აკორდივით აი ნოტის აღებასავით არის რომ დაიჭერა ის თან უყურებ რომ არის ის კიდე იმას გონია რომ ვიღაცას რო ეჭიდები ამან აი იცის კაცო მსახიობია ილეთი არა ის
თან ისეთი ილეთი ვიცი, ფეხის ჩახვევა არის, ესე ფეხს ჩაუხევ და მე ბრუნში მიყავს. კაცი და ზედეცემი, აი ძალიან ცუდი რაღაცა. ცუდი რა, ძირითადად ეგეთი ილეთები არის, რო კაცი რო დაეცემი ზედ, რო დაეცემ. ცას რო გამოვატარებ თან, ცას რო დაინახე. სამჯერ დავინახე. თვარე სამჯერ. 1 2 3 და მე დავეციო. ბაკიცის მე რო დაინახე. ბაკიცის რა ბაკიცის. ხარჩვენ დაჭერი ამომარდაო მუცლიდან. ისეთი დამახეთქო. ხარჩვენ დაჭერი რო დავეციო, ანუ გაბურდღნული რო წამოვარდიო, ისეთი გამწარებული ვიყავი, რომ სიმწრისაგან მედუდუკე ვეციო. დავკრელი ვეციო. ეს მეუნება მე არა ვარ. სანამ ნახერხი მოვიწმინდი. შეგედაცოლი. ხო და ესე იგი, ვისა, და მიყვარს რა მოკლედ ჭიდაო და ამ სიყვარულმა მოკლედ მომაჩეხინა ხელი რა, გადავეჩეხე შარშალწინ ეგეთი რა მოხდა რომ ვეჭიდავე. რაღაცა ერთ სპორტს მე 22 წლის ჩემ ხელა ბიჭს რაღაცა და ვთხოვე რომ მეც უბრალოდ ვიჭიდავთ ისე რომ ეს ეხლა რომ მოგივიდო ბიჭო, აუ თან გადაღებული მაქვს რა ნახე. ოს ხელი გადამწყდა. აუ ბიჭო ეგ ნახე, სიმო გამაჟი ძალიან ცუდად მოგივიდა ეგ. ცუდად მოხდა. ვიდეო ვნახე თან ვიდეო გადაღებული რაღაცა გიგები. თან თვრალი იყავი ვიჭიდო. ასომი გახლით. ხო, ასომი ასე ვთქვა. ხო. შუდა გურჯაანი თელავი. არა, თქვა 1-2 სიტყვა. როგორც ბარსელონა და მადრიდის რეალი ეგრე. ეგრე ხარ, ხო, არა, ხო, იმ დღესაც ვიხუმრე, ეგეც რა, ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, შევარდნაძემო იმის კედელი დაანგრიაო. რა ქვია, ბერლინის კედელი და ოქროპირიძე მთელ გურჯაანისა. თელავი გურჯაანი. ეს იგი აკურასთან კედელი რო იყო იქ და. აი კედელი აი მივადექი და ბზარებია ყოველ შემთხვევაში მაგარი. ხელი წაკვრა გაუნდა და გადავარდე. აკურასთან ესე იგი კედელი დაანგრეული გაგიენაცო. სამერტის ასაკშიო ბიჭო რაღაცა ეგ არ ვიცოდი. ეს იგი ბატონები და კაბოტები მოვლილი გვაქვს მედალური იყოს. ნუ რა ვიცი რამდენი ხანია უკვე დედია. ძალიან ბევრი ქვეყანაში ვართ ერთად ნაყოფი რა. ერთად მოგვივილი დაახლოებით ვართ 30 ქვეყანაში. დაახლოებით 30 ქვეყანაში ვართ ნაყოფი. აი იმის იქით რო აღარაფერი აღარ არის. აი ვეშაპებზე რომ დედამიწა იგადე, გვალი რო არის ხალხმა რა. კუებზე და ვეშაპებზე და სპილოებზე სამი ვარიანტი იყო რა. აი ნაპირზე იქავარ, კოსტა-რიკაში ვართ ნაყოფი ერთად, ის კი არა. მექსიკაშიც ხო ვართ ნაყოფი. კოსტა-რიკაშიც ნაყოფი ვართ რა. აბა სადა ვართ ნაყოფი, სადა ვიყავით. დედა მაგი აღარ მაგას იყო რამდენი რამე უნდა გავუხსენოთ ეხლა ინგლისში რო იყავი პირველად ეგ მახსენდება და გამერო ახალი წლის გამერო იყო და მე რო გითხარი რომ წამოდი მეთქი აუ ბიჭო ესე იგი გურჯაანელი კაცი მეუნება ლონდონი ვიცი ისეო ბატონებო და ქალბატონებო რო აი კავა ესე არის ერთ კვირით ადრე ჩავედი რა სანამ სახე ორი დღით ადრე ჩავიდა პირველი ხო ერთი კვირით ადრე და თუ ის რაღაცა სცენას თემზა უბრალოდ თემზა სცენა საფრანგეთში სცენას ვაპირებ წასვლას და დამომწდა თემზა მანდ კი ვიყავით სამჯერ ლონდონში ხო სამჯერ ვიყავით და პირველად რო ვიყავით ის მახსოვს რომ ახალი წლის საღამოს ჩამოხვედით თქვენ და ხო შეჩასული ხარ სამი დღე ჩასული ვიყავი მე ჩემი შეყვარებული იყო ერთი გოგო იყო ეგრე მას ჩავაკითხე იმითო და იმასთან იქამდე და მოკლედ ეგეთი ამბავი იყო და ჩამოხვედით თქვენ მითხარით რომ ახალი წელსო გვინდაო ახალი წლის ლონდონი ტემზის პირასო ბიგ ბენთანო და ისო რაზეა ლაპარაკიო მე ვიტყარი რომ ჩემი თავი მოგიკვდეთ ჩემი თავი მეთქი აი რო ახვალ წითელუბანი არის მე დამლა ხელისუბანი სახასო მეთქი და აი იგი თქვი ტეტანტუბანი თქვი გადადი კალოსუბანი რამე ხო რა აქ მეთქი აი ესე ვიცი გადახვალ იქით გადადი გადმოდი რაღაცა ერთად ქუჩაში ხალხი გვხვდება ამდენი ხალხი იყო 31 დეკემბერიო ბიჭო და ყვიროდი შეშლილი სამყარო ო შეშლილი ეგეთი რამდენი მთვრალი კაიში და მახსოვს დაწესებული რაღაცები ხო რაღაც კარი არა რაღაცა მე მეგონა ეგრე იყო და არა თურმე რაღაცა ფეხები რაღაცა მაგრამ კიდო და კი არა 31 დეკემბერია თან ბიჭო როგორი ახალი წელია ყველა ვინც ხვდება happy new year happy new year ხალხი და არა მარტო ხალხი თან მიდიოდა ამათი გაკაცებები ამისი ბეკასი ქალები მოდი აქეთ წამოვყევი მეთქი ბიჭო სად მიყვები მან თქვა ჯაპანამ რომ ეხაო აი ეკო შემთხვევითო მარტო რო დავრჩეო არც მეტი არც ნაკლებიო აი რას იზაო რა რაღაცა იყო ლაპარაკი აი ვინ რას იზავსო და ამან თქვა რომ არაფერს არ ვიზაო აი ბორდიურზე ჩამოვждები და როგორც პატარა ბავშვი აქვითინდები
ნუ ეხლა სცენარო არ იცი რა ძნელი ამდენი გიჟი ხალხი აი ისე გადაგტელავერო ერთსა გეტყვიან მოდი შვილო აბა საიდან თან ბიგ ბენთან მიგიყვანთო მოკლე გზა ვიციო ბიგ ბენთან მიგიყვანთო ამ ბიგ ბენთან უნდა შევხვდრილობთ ახალცას გამოვიგინე შევხვდით ბოლო მაგრამ აუ რამდენი ვიარეთ ძალიან ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ სიყვარულზე გითხარი შენ სიყვარულზე პირველ სიყვარულზე სად იყო 13 პროდუსერმა დამიწერა რომ 13 სასახშიო ხა შენ ბევრი რაღაცა კი არ აქვს ვადა ხო და პირველი სიყვარული 13 სასახშიო აი ის მითხარი რაღაც ლექსი დაგიწერია თავზე დაგახიესო ვინ დაგახია თავზე ჩემმა პროდუსერმა დამიწერა ვახონდა მე არ ვიცი ეგ ამბავი საიდან ვიცი ხო რავი მაგანიცის მე არ ვიცოდი ამდენი წელიწადი ერთად ავარ და მე არ ვიცი და რა იყო ერთ მომენტში პატრა ბავშვი ვიყავი და აი როგორ მახსოვს რომ რაღაც 12-13 წლის ვიყავი და ეს აი რაღაცა ენერგია რო შემოდის როგორ მახსოვს აი მაშინ იყო ლამბადას სიმღერა გამოსული ახალი და კლიპი იყო რა და იქ ახალგაზრდა გოგოს ეცეკვებიან და მახსოვს ბიჭო ღამეო წევარ და ამ კლიპს უყურებ აქ რო პატარა გოგოს ეცეკვებიან და რაღაცა ლამაზი იყო და მაშინ ეგეთი კლიპები და რამე ხო არ არსებობდა ჩვენ ბავშვობაში და წითელი კაბარო ლამაზად რო ბიჭო არ ვიცი ის გოგო მიყვარდა და თუ რაღაცა გზნობა მქონოდა რომ შემოვიდა რაღაც უცებ ორგანებში და მახსოვს ვიცექი ბავშვი ვიყავი და წამოვარდი რა ესე და რაღაცა ხდება ჩემ თავს ბიჭო ვერ გავიგე რა ხდება და რაღაც სასიამოვნო ხდება ოღონდ რაღაცა გულში აი რომ ტკივა თითქოს თუ რაღაც ერთდროულად ბევრი გზნობა და ეხლა გაგებული როგორ რა სიყვარული მეთქი აი ეს არის სიყვარული ეთყობა იქაურ გოგოზე თუ ტელევიზორ გოგო არის ეხა რაღაცა გურჯანული ფროიდი მოვიდა რაღაც ისეთი რამე მოგები რომ ხო რაღაცა ფროიდი ძალიან მაგარი შეგრძნება იყო და მე მახსოვს რომ რაღაცა ლექსი დაუწერე რა სოლოკელი იყო ის გოგო გათხოვილი ეხა ერთმა ბედნიერად და კარგად ამყოფოს იმის მამასთან კი მაქვს ურთიერთობა რაღაცა ლექსი დაუწერე და მოკლედ ჩემ დედულეთში ჭანდარი მაქვს რა გვერდზე სოფელი დედულეთი იქ ვიყავი და გოგო იქ იყო და საღამო იყო სტადიონი იყო მახსოვს და მიუტანე ეს ლექსი მე ვერ გავბედე რა ვიღაცას გავატანე რომ მეთქი აი ეს ლექსი შენ და ეგ მახსოვს ზუსტად რომ მწვანე პასტა იყო რა მაგ ჩვენ დროსი მწვანე პასტა რომ მქონდა მწვანეთ რო წერ და ეგ იყო რაღაცა ხო ხდე მწვანე პასტა მწვანე პასტი დავწერე ეგ მქონდა ეგ განსაკუთრებული ყვითელი რო ქონოდა ჩემი ყვითელი არ არსებობდა წითელი პასტა იყო ხო იცი მასწავლებლებს რო ქონდა და შავიც იყო ხო შავი იყო ტუში და მწვანე პასტა საიდანაც არ ვიცი ვიღაცა მომცა არ ვიცი მწვანე პასტა იყო აი რაღაცა და ამით დავწერე რაღაცა ლექსი და მიუტანე გოგოს გადასცეს ის გალტექსა სახში გოგო კაცო შენიერი ძალიან კაი გოგო და ეთყობა რაღაცა ის უკადრისა რომ ვინ გაბედა ჩემს სიყვარებული თუ რაღაცა და როგორ მახსოვს სტადიონზე ვზივარ ბიჭები არიან და ვიცი რომ ისინი გოგოები იქით დარბიან თამაშობენ რეზინოვანა თუ რაღაცა ლახტა რაღაცა და აქედან შოიდან მათვარიელებ რომ რა მოხდება ეხა რა ამ ლექსს აბარაბედი ეწევა რა მოხდა არ დავინახე რომ დაიძრა ეს გოგო ჩემკენ მაღალი გოგო იყო გრძელი ფეხებით მოდის ჩემკენ და ვზივარ მიწაზე ვზივარ ეს ფეხბურთელები რაღაცა ეგრე ვზივარ მოიდა ვის გაუბედეო შენ და ეს ლექსი სწორილად დახია და მაყარა მთელი ეს ნაფლეთები და ბიჭებთან შემცხვა აი ის ბიჭები იყურებენ არაფერი რამე არა რო გაგაჩვენებია რომ გეტყუცა ერთი არა ასაო შემცხვა რა უნდა გეტყუცა შედა მომისმინე და მე გიდახია ის ალბათ უკვე იცი დღეს არის გადაყრილ ხარ ეხა ანუ დიდი ხანი არ მინახავს ძალიან და გათხოვილია საზოგადოებრივად არის გათხოვილი და ისი კარგად არის კაი ოჯახი ყავს და რამე და ერთმა კარგად დავყოვოს არა არ მინახავს იმის მერე შეგხვდა გითხრა იმის შემდეგ როგორ არ შევხვედრია კაცო ის ბავშვობაში რა ბავშვობაში ამბავი იყო და მაგის შემდეგ მე სხვა შეყვარებული მოვიდა ბატონო რომელთანაც კიდე უფრო საინტერესო და ისეთი ამბავი იყო იქ ეგრე თავზე ლექსის ნახევა აღარ იყო უკვე იქ კარგი ამბები იყო და იმასთან დღემდე მაქვს კარგი ურთიერთობა სიმღერას რა უქედია ეს სიმღერა როდის დაიწყე რა საკითხებზე მეგონებია სახს დედა და მამა მღეროდნენ აი გიტარას ხელი როდის მოგიდია გიტარას ხო გიტარა მაგ პერიოდში სადღაც ალბათ 14 წლის ვიყავი 15 წლის ვიყავი სულ ერთი თვე არის გიტარაზე მეორე ხანი არ მივლია გიტარაზე ერთი თვე არის და მე მივხვდი რომ ეგ ისეთი რამეა რომ სახში უნდა იმეცადინო შენ უნდა იმეცადინო რა ეხლა მასწავლებელი რაღაცას კი გეტყვის აი ეს სხვადასხვა ეხლა მინდა კიდე რომ ხუჩასთან მივიდე
უთხარი ხუჩა მაღლაკერიძე სამჯერ უთხარი და მოდიო მეონება ბიჭი და გაღუნო გიტარა არა უნდა გავღუნო აბა მაღლაკერიძე გუნავს არა მე მინდა ეხა მით უმეტეს მაშინ ტელევიზიაში რომ მივედი ანუ სულ არის რაღაცა ეს გიტარის მეტი მოთხოვნა რომ ანუ ცოტა მეტად რო ვიცოდე მე ელემენტარულად ვიცი და მინდა რომ უბრალოდ რამდენიმე აკორდი კიდე დავამატო ამ ყველაფერს და მარჯვენა ხელი ოდნა უფრო მეტი გავაკეთო და ტექნიკა მოიმატო ცოტა რა რაღაცა ჩვენებულ ქალაქურ სიმღერებს რაღაცნაირად რომ მღერი ვართ ხოლმე მეგობრები რაღაცა ეხა მამა მეუნებია რომ იმ მღერეო კაცო საჯაროდ რაღაც მერიდევა ცოტა მაგრამ და ეთლად ესე ოროსანი ბავშვი თარგმნი თუ აკეთებ ცოტა მაინც ცოტა იმაცადინე ახლა ხო არა ბაცადინობა ყველაფერში შეიძლება იმაცადინო და მე ცოტა მეტი კი როგორ რაც გაქვს დამეცადინები ერთ ხარ გიმღერელი შენ გახარებას და თან ახლა ეს ცოტა ხულები აწყობილია გიტარა მომცა ჩემოგაგო სოფო გიგაურმა ჩემი მეზობელია აი ის არისო სტრადივარის გიტარა რა აი გვარნერს აქ ერთი გიტარა გატარებული სტრადივარი კარგად ჟღერია ხო ის ხო რა ბაჯობია შრიალე აი გულაკე წეღარო სულ ვაწვალებ მაგასთან დაკავშირებით ვიტყვი რომ ის არის ხალი და ის უკრავს კაი ბილი ეთყობა რომ არ დაუკრავს რა ხო ბილი ხო ეთყობა შენ და ის როგორ მოგითხრა იბანტება და ერთ ჯანი კარგი კაცი არა შენ ხო აი ვაგითხრი ერთი რა გიხაცე აი ხო არის რა ხო ესე რო იწყებ აი რო ხო აი თხოვე რა მაიტა რა დაუკარე რა ხო როგორ წესი ამ კაცმა თქო როგორ წესიო რომ აი ეს ხშირო შეხვალ და გინდა რომ დალიო და მოვა ეს გიტარა არა და იცი დაკვრა და გთხოვე ბიჭო ხო არა უკელოდებიან რომ აი დაუკარე და დაიწყებენო კაცო პიო ვა კაცო ე ბიჭო არ გასწორდა არა მოიცა ძველია რაღაც ხო როგორ წესი ხო ეგრე ხდება რა კი აუ მომეცი თუ ეგ გიტარები ერთხელ ააწყეთო და სახში სვარკა მოხდა აი ფრიხვატკებზე ავიყავ აი წკი გავამაგნებო რა აი გაგარ დაუწყოთ რა ერთი გაასწორეთ ერთხელ რო გაასწორეთ და ფრიხვატკებზე ავიყავ ფრიხვატკაზე რა მე ეგრევე რა ეგრეო რა აი ეს ეს ვაწყე რა ვაწყე საქართველოს გზები აი ეგეთი რამეა ხო შესიყვარული როგორ აგიხსნა ვერა მიხსნია მე თვითონ ვინ ვარ თუ გერჭი გაარაღს დამისხავ მაგ შესიყვარულს თავსაც შევწირავ ლოთებს არა გვაქვს დრო სიყვარულის ჩვენი ფიქრები სხვა გზით მიდია მაგრამ ყველას გვაქვს კეთილი გული ჩვენი სიკეთეც არ დაგვითვლია სიყვარულს უნდა ფხიზელი თვალი ხე როგორ შრიალებ დრო უთვალავი ოცნების არე ხშირად ამ გრძნობას იტაცებს ხარი დარჩება ბოლოს მზეცა დამთვარე შესიყვარული როგორ აგიხსნა ვერა მიხსნია მე თვითონ ვინ ვარ თუ გიერჭიქა არახს დამისხავ მაგ შესიყვარულს თავსაც შევწირა ვერა თუ არა კარგია ვერა ძალიან ამიშალა მომიშალა გიტარა მხელი მიდი ამ ვილაპარაკო და თანამასელნელა გავასწრო ხო და პრიხვატკაზე ავიყო ეგრევე მე შემოვიყავ ტიპებს და ერთ პრიხვატკაზე რაღაცა თხოვ აგერ იქ ჯირებს გიორგის და დაჩის რა და რაღა გიორგი ძმურად ერთი წამოდით რაღა დაგვეხმარეთ პრიხვატკა ის არა გაქვთ რა ქვია მაგას პაიალნიკი ხო პაიალნიკი ქართულად როგორ არის გვინდა რა სვარკა გვინდა სვარკა გიდა სვარკი ხდება პრიხვატკა სვარკი კემპი ჯობია რა შენად რა მაინტერესებს იცი ეს გურჯაანი და მის ეხლა ბიჭო ამას კიდე გამითხრეს ეხლა წარმოიდგინე აი ხო ის ხო მაგარია ეხლა ტურისტი მახოო ეხლა მაგის შენ მითხარი რა აი ხო აი რაღაც საწყალს კაცი კუზი ხონია ბიჭო ვესპეშო შორიდანო ეგრე ხო და შორიდანო ეგრე ჩანდა და ტურისტი მახოო ტურისტი ეგონებოდაო ხო ტურისტი ეგონებოდა შორიდან რომ დაინახო რომ მოდიოდა კუზი ხონდა საწყალს ეხლა ეს კუზი ხონდა თუ მე ისე ჩანდა როგორც ვესპეშო და ტურისტი მახო ერქვა გაიგე ზედაკბილები არა და არკაგიაო და მაგაზე თქოს კიდე რომ კაცი იყო შოროკე იძე ცნობილია იქ იყო რა აეროპორტის სახინკლეში კაცი იყო თელავშიო და ზედაკბილები არა ქონდაო და
ხინკალს როგორც DVD დისკები იგრე ყლაპავდა. ეს გადაკონდა, რბილად გადაკონდა. რბილზე გამახსენდა, ბიჭო. რბილი მახოო, ბიჭო, რბილი მახოს ეძახიდა და რატოო და პირველ ღამეს დათვრაო და ცოლთან პატარა ვერ გაამართლაო რა, გაიგე? ხო და პირველ ღამეს რბილი მახო და არ ქვესო, რბილი მახო. და კიდე ერთი მომეწოდა ძალიან მაგრა მომეწოდა. ვაისროი გოგიაო, ბიჭო და რატო თურმე იცი რომ ნევროზი აქვს და სახლიდან არ გამოდისო და ვაისროი ხო აღარ გამოდის, გაიგე? ვაისროი გოგიაო. აღარ გამოდის. ხო აღარ გამოდის რა. მაგინდა გამოდი და ვაისროი გოგია. ვაისროი გოგიაო, ბიჭო, ასე ხარე. სახეობის ამბავი როდის გაგიშთა ეს სურვილი ამბა როდის ამბავი. ეგეც რაღაცა 15 წლიდან დაახლოებით ეგრეთ წოდებული ეგ კავენი ხო სახში რო თქვი ამბავი არ იყო ამბავი როგი არ გის რა მაჩებს არ უნდა რა გან გაუკვირდა და არ უნდა და ბევრჯერ თქვი უკვე მაგრამ ეგრე იყო არ უნდა და მომიგზავნა ჯერ ერთი მამაშენს კი არა მამაჩემი დირიჟორი იყო და იმას არ უნდა და ბიჭო და ეხლა გემოკებაზე ჩააბარეო ჯერ ვერ გაიგო იმიტომ კი არა რომ რაღაცა რომ წინააღმდეგი იყო ანუ ვერ მიხვდა რომ საიდან მოიფიქრე აი გაფიცე ყველა და საიდან მოიფიქრე იქიდან მოიფიქრე ეს ჩვენს გითხარი იგავია აი როგორ საიდან მოიფიქრე და წასულიყავი სადღაც მეღვინეობაზე ჩაგებარები მეღვინეობაზე ვერ აღარ იყო ჩემ დროს უკვე ეგ მეღვინეობა იმაში რა ქვია ასე ვთქვათ მოდაშტო კომუნისტების დროს მეღვინეების მაგარი ამბავი რა ასლავარაგო ბიჭო მე გული მწყდება რომ აი ეხლა კიდე რომ მქონოდა შანსი ან ალბათ კიდე რაგბის გავყვებოდი კიდე რა რაგბის გავყვებოდი სერიოზულად და რატო იცი სერიოზულად ყველანაირი მონაცემი მინდა რომ მე ვაფშე რაგბისტი მეგონე იქ რაღაც სერიაში რო თამაშობდი როგორც რაგბი გახსოვს პირველად რო გაიჩი თეთრ რა ეკვა იმას როგორ გემახსოვრება ბიჭები და გოგოები ხო ბიჭები და გოგოები მე ჩემსების შე კუჭავა ისინი ხო და რაგბის თამაშობდი და მე მაშინ ჯერ არ გიცნობდი თეატრში და რაგბის თამაშობდი და იმენა რაგბისტი მეგონე ხო და არა სამწუხაროდ არა იმიტომ რომ არ იყო ამ კახეთში ეს რაგბის ამბავი მე რომ ზონდა ეგ ამბავი მან მაკეთად იმას ვიზავდი და რატო იცი რომ ეს რაგბისტები რომ ნახე მე ცხოვრებაში აი ძალიან მომეწონენ ეს ადამიანები რა აი რაღაც ერთმანეთის ურთიერთობის რა თქმა უნდა რაღაცა საოცარი რამე ვნახე ჩემ მეც რო არ ვითამაშე ძალიან გული დამწყდა იქო ყველანაირია დაბალი მაღალი სწრაფი თან მე თუმთელი ჩემი ცხოვრება ეს ვარჯიში არ იყო ჩემი რატომღაც ვერ ვარჯიშო გულს ვერ ვუდებ რა ეს ყველაფერი რაც არის თუ თავისით არის აუ რა მონაცემები გექი გააჩენ აი რაღაცა მე სულ მერიდებოდა ესეთი რაღაცა არ დამართნოდა რა აი ეს არ მომწონდა რომ უყურებ რა ესე რო არიან ხო იცი აი ეგ მაგას ვერიდებოდი რა ერთი კვირა რომ მივარჯიში ეს იგრევე იწყებს რაღაცა გაზდასება და არ მინდა მეზანებოდა მე მაგრამ ეხლა რაც არა გაქვს ხო იცი რომ სულის გენატრება რომ მინდა და რომ აი ეგრე სპორტულად მეცხოვრა მაგრამ არ გამოვიდა ჩემ ცხოვრებაში ეგრე არ გამოვიდა უფრო მეტი სამწუხაროდ საათ სიგარეტი რაღაცა ისე არ ქნათ რა ვიცი მე გაპატარებს ყველას თქო ხოლმე რომ არ მიეკარონ ამ სიგარეტს რატო ღვინოზე არ ვიძახ კაცო ღვინოს მიეკარონ მაგრამ ღვინოს კულტურულად ღვინოზე მინდება უბრალოდ სიგარეტი და ერთად მინდება მე რა ვიცი აი შენ არ ახარ მაინც წეველი არა ვარ წეველი ხო არა ვარ წევლად არ ვიცი მაგრამ ღვინოზე მინდება რა მაგრამ ღვინო მიყვარს ეგ ერთი ორი ნაპასი კაცო გაარდა ჩიბუ პადრე ბაბუები დასავლეთში ჩიბუხს რო გაგატენ ნობარა გატენ კაი თუნი აბარა ეგ შეიძლება ეხა დასვენების დრო ეგ ცხოვრებული ოტი აიოსელიანს ბიჭო ბოლომდე მოყავდა თუთოდი როგორც ხანა და სიმინდი და ის მოყავდა ისე მოყავდა ის თუთო აუ რა მოწეული ჩანაწერი მაქვს მოსმენელი რომ ოთახშიო წერას არ ვიწყებო თუ ოთახში სრულად ბოლი თავისი დასაჭრელი და გასაშრობი ოთახი ქონდა ნაყოფი ვარ დачи მისი ახლობელია ჩემი და რთულად საოცარი თუთუნი ქონდა და აქეთ ჩამევიჩოჩოთ ახლა აქეთ ჩამოვიდეთ თუ გინდა იმღერე რამე თუ გინდა გითხარი ვერ იმღერე ეს და გული დამწყდა ხემ ვერა გიტარა ეცა ყველა სათავისო და კანკალებე ყველა თავისას სთხოვს საყვარელს უნდა შენი თვალები საკაბე უნდაცო მოხვალ და ყველას დაუბრუნდები წახვალ და თოს რომ მოხვალ ყველას დაუბრუნდები წახვალ და თოს კაცის სინდისი როგორც ხუნდები წაშვილს დასტოვებს თოს
ერთი ბეღურა სატრფოს მაგონებს მეორე ჩიტიცო რომ მოხვალ ყველას დაუბრუნდები წახვალ და თოს რომ მოხვალ ყველას დაუბრუნდები წახვალ და თოს მზევ ამოდი ნუ ეფარები მთას სიცივეს ქალი მოუკლავს მიუალერზე მას მიუალერზე უთხარი რომ სიყვარული მკლავს თორემ ქალია იცოდე წავაგახვება სხვას წავაგახვება დაგტოვებს და გაუყვება გზას მზევ ამოდი ნუ ეფარები მთას რა გიგარი ხარ რა იცი როგორ ახდება აი ხონა მოგცეს იმან ინსტრუმენტმა სურვილი რომ იმღერო ხო ანა ჩემ გიტარა მაშინ მაგ ჩემ ესე იგი სოფოს უნდა უთხრა გიგაროს ეგ ჯანერ ჩემად ვერ მოვირი გეგესმის და სოფო გაიგეშე რა სოფოს ესე იგი აი გიტარა აი რა ხდა აი ვერ მომცა ის რომ იმრე არაკნაო ეთყობა შენ ახლა მაინც ბიჭო ეს რა არის ის ბილი სტრუნებია კამ კარგი არის ბილი სტრუნები ცუდი არ არის რაღაცა ისე ჟღერს რომ აი არსად არ მიხვდება და რო არსად არ მოხვდება მეც ვერ ვღერი კარგი. ესე იგი, დაუკაცრავად მაპატიეთ. ასე დამემართა. არა უშავს. ესე იგი, მოდი მოვიდეთ ჩემი პედაგოგები, ეხლა მსახიობობა რომ მოინდომე და რომ მოხვედი, ხო მოხვედი. კი, ჩემი პედაგოგი საოცრად კარგი ქალბატონი მედია კუჭუხიძე, საოცარი. ეხლა ხან არ ვიცი ამ ქალმა მე ძალიან ბევრი რამე მასწავლა მართლა ჯაპანი მინდა გითხრა. ძალიან ხარში დამიდგა. გასავლი და უეჭველით ა. სფეროში მოკლედ ანუ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მინდა რომ ძალიან მადლიერი ვარ ამ ქალის არა მარტო მე მთელი ჩვენი ჯგუფი და ჩემი მეგობრები ყველანი ძალიან მადლიერები ვართ ამ ქალმა დაიჭი კაცურ ამბებშიც კი ჩაერია ისეთი ქალბატონი იყო აი კაცურ ბიჭურ ამბებშიც კი ჩაერია ჩემ ცხოვრებაში კარგი გაგებით და მასწავლა რაღაცეები აი მისი რაღაცა აი ძალიან მერტმა გაანათლა მე არ გადავყრივარ შენ წარმოვიდგინე ძალიან გული მწყდება რა ძალიან გული მწყდება აი თეატრალურში თუ ერთხელ არა ჩემ დროს არის რომ საუბრობდი რომელმაც ჩემ ცხოვრებაში თეატრალურში ზოგადად ძალიან საინტერესო კვალიდატოა აი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში რომ დამაინტერესა ხო ხდები აი რაღაც რაც ვიცი ბევრი არაფერი ბევრს არ ვკითხულობდი სიმართლეს გაუმარჯოს მაგრამ რასაც ვკითხულობდი რაც წამიკითხია აი ძალიან დიდი დამსახურება დოდოშკასი შენი დის მადლობა ჩემო კარგო აგე დოდოს რა უყარდება და მაგის ანუ არ წამიკითხავ ზოგიერთი წიგნი აი რა დოდოშკას მაგრამ დოდოშკა ისე მაგრად გადმოუცემ ის უნარია და ისე მაგრად გადმოუცია რომ აი ვიცი რა ის აი ერთი ეგ ნაკლიც იყო ხოლმე ისე მაგრად მუთქვია რაღაცა რომ ბიჭო აღარ წამიკითხია უკვე იმიტომ რომ ისე გავიგე ყველაფერი გავგაცაგები რაღაცაჭირო ერთი აი ახლა იმას კიდე დაჯექით ამ ციგნი ისე რო ხარ რომ ციგნი ვილაპარაკო მართებაზე რა კი და თან როგორ კარგად გადმოცემა იცის რაღაცა თან გეგონება იცის ხო გეგონება იმაში ხარ შეყავ ხარ იმან ბავში არტისტობს რაღაცა და კარგად ხო გამოსდის კი გამოსდის მაგინ გამოსდის ძალიან ან ვიღაცა გიზო გიზო საოცარი ადამიანი რო ჩაგვიარა ერთხელ ჩაგვიარა რო გავიცინეთ რა ჩემზე ჭორაო თქვენ ბოზებო ბატონო გიზო საოცარი ადამიანია მაგარი კაცი იყო შენ როლად 11 საათზე ხვალ რეპეტიცია გვაქვს მოხვალ გაგიანდებოდა მე რაღაცა დროის რატო არ მოვალ ეხლა რატო არ გიზოზე თეატრია დაკავებული წარმოვიდგინე ახალი მისული ვარ აი ახალი მისული ვარ თეატრში მორიდებით ვარ ხო ხდები რაღაცა ისე და ამოაცხადა ხვალე 11 საათზე რეპეტიცია გვაქვს და ის კი ბატონო ბევრი ხარ 30 კაცია დაახლოებით რაღაცა და ცალკე მარტო როლანდ რა მე კარებთანა ვარ ისმეთ ბატონო გიზო ხვალე 11-ზე რეპეტიცია გვაქვს მოხვალ მეც მითხრა ეთქო მე დამკეცებული ხოდა რა ანუ თქვენ აი რა მეთქი რატო არ მოვალ გამიკვირდა რა უთხარი გაიგე და რა ვიცი ეხა პოპულარული კაცი ხარ ჯაპან რა მე ბარ მოხვიდე რაღაც დამაგალი კაცი მაგალი ხორავა იმას გაყვა რა ხო მაგაზე თქვა ერთხელ შენ აყალე აუ ეგრე როგორ თქვა ეგ გასოს არაყილო მოყარი დაული როგორ არ მოყარი მე მომწადე და შენ მოუტადე და ჩემ პაკმელი იცოდე უყარდა რაღაც დილით 100 გრამი ჩერტმა მითხრა მიყვარს 10 ბერი
პერიოდში შევედი ყოიჩენა დილით ასკრამს უთხოვ კარგია მითხრა მე ჩამოგიტანო კახეთიდან მოუტანე რეპეტიციას და დაუდგი გვერდით მაქსონს დაიდგა გვერდით რა შენი ყავი და მეორე ვინ იყო არ ვიცი მეორე ნაბახუსევზე არიან მაგარი ხაკუსას ვაკე არა ხაკუსას არა რევიზორს ვაკეთებდი და რეპეტიცია მიდის დავინახე ეს რომ ჯაყონა მიეპარა იმ ბოთლიდან აიღო ეს მივიდა იქ ეს იქით არის გართული კიდო ჩამოასხა ჭიქაში გლიჯა მეორე იმანაც მე არ ვიცი ვინ იყო არ ვიცი იმანაც ჩამოასხა გლიჯა და მოუტანეს უკან დაუდგეს მე მიხვდე რომ მაგრად დააკლდა ბოთლს და მოიცაო და წავიდა წყალი უნდა ჩაგესხათ და 75 მე გამოვენთე მოიცათ მეთქი წყალი არ ჩაასხათ მეთქი რა გამოვა ჩემი დაჭკოლე რა წყალიანი არაყი მოუტანე მაგალ ჯობია რომ მეთქი დავლიეთ რა გიზო ვერ გაიგებ და თუ რა ვენაცოლე მაგრამ 70 გრადუსიანი იყო ბიჭო და გახდებოდა გამოვთილი წყალი უნდა ჩაგვესხა ვერც მაგარანახოს ან მაგარია გენიალური ვინმე იყო გენიალური უნიჭიერესი კაცი ძალიან ნიჭიერი საოცარი რეჟისორი და მე ურთიერთობაში აი ადამიანის რაც ან მაგარია ჯერ როგორი ჰუმორი როგორი სიყვარული რაც თავარია მსახიობის სიყვარული ქონდა მაყურებლის სიყვარული ყველაზე ფიქრობდა აი იცი და მაგას დიდი დამსახურება შენ მოყვადაში ხო მე მგონი მარჯანიშვილის თეატრში ხო მე მარჯანიშვილის თუ მედია კუჭო მედიამ თავიდანვე იყო ეს ამბავი მე რომ მე როგორც კი აუ მეორე კურსიდან ფაქტიურად თუ რაღაცნაირად ესე მითხრა მედიამ რომ გადაწყვეტილიო შენი ამბავი რომ მინდაო რომ მარჯანიშვილში იყო თუ მაშინ ოთარი ბატონი მე ვინეთი ოცხალი იყო და აი მოდიოდა ხოლმე ჩემ სპექტაკლებზე ნახულობდა მედიას ამბავში მოდიოდა და მედია ეუბნებოდა რომ აი ეს ბიჭიო და მე ოთარი ორჯერ დამხვდა წარმოიდგინე ახლა გურანდასთან ერთად დამხვდა და რომ გარეთო გელოდებიან ვინმე ოთარი გელოდებაო გამოვარდი ხო ხდები ახლა რასაც ოთარი მეუნეთოს მელოდება მე კაცრასლა ვითამაშე იმას რა ქვია გურანდა მაგარია სალომეა ვითამაშე სეროდე რა გამოვიდა ოთარი კარგი იყო მართალია სიტყვა არ გითქვი ისე დადგმული იყო რა რომ სიტყვა არ იყო რა მოძრაობაში იყო გადაწყვეტილი კოტე ფურცელაძემ გააკეთა სიტყვა არ იყო მაგრამ ყველაფერი მოდის და თამაშები მაქვს მეგრული ყველაფერი მოდის კარგია ნუ წავიდე როგორია ოთარო გეუბნება მეგრელებზე ხო თან გურანდა ხო მეგრელი იყო ეს ხო კახელი იყო მაგარის მესი მაგარი წვილი იყო და ეს გარეში აბა წარმოუდგენელი მე და ჩემში გეუბნება რომ ვიპატამუ ტალანტლივია что ვივი მეგრელციო ვაიგე ესე იგი იმიტომ ხარ ნიჭიერები რომ მეგრელები ხართო გაიგე და მე ვთხარი ხალბატონო გურანდა მეთქი ქმარი კახელი რო ყავთ უნიჭოა მე ვთხარი თუ როგორ არის თქვენი საქმე ეგო მე რომ ვყავარ ცოლად იმიტომ არის ნიჭიერიო აი ესეთი შეიყვა და მაგას სხვათა შორის ძალიან დიდი დამსახურება ოთარის ან მის მხარდაჭერა ძალიან მაგარი მხარდაჭერა ქონდა და ერთმანეთის გარეშე ეგ წვილი ზოგადად აი მე ვერ წარმომიდგენია როგორი სიყვარული ქონდა მე ოთარი რო წავიდა ამ ქვეყნიდან და გურანდა რა დღეში იყო ნუ ძალიან ცუდად იყო ერთად თამაშობდით სპექტაკლს და ძალიან კარგად მახსოვს და ნადირობა მიყვარს ძალიან აბა რა შევიბერე აღარ გამოგივიდა ხო ეს ნადირობები ხო მიაყუდე ტოპი ცოტა კი ბიჭო ხელის მოტეხვის დროსაც იყო მე მოხდა ეს დილით დგომის ამბავი იყო რა ეს ნადირობა და ამდენჯერმე იცი როგორ მოხდა რომ მოსული ბიჭები როგორია დილით ადრე დგებიან და დილით რო გეუნდა იმ არის წუთებზე და დროზე ჩქარა და მიხვიდე პერიოდზე არა ჩვენ და ისეთ რაღაცაზე მიდი ნუ ჩვენ გაუთენებელზე მიხვიდე რა თავის დროზე იქ სადღაც და ორჯერო ვერა გავიღვიძე და ვალოდინე ხა ეს ადამიანები მე მეორე კითხვა მაქვს ხა შენი გადაცემა რო ვალოდინე მე ვთხარ ბიჭო მეთქი აღარ გამომიაროთ მეთქი ან ვერ ვდგები რა ესე იგი და რაღაცა დაბლად ხარ მელოდებით მეთქი ხა ან არ უნდა დაიძინო საერთოდ არ დავიძინე და იქ რო ჩახვა ნომერში გძინავს ხო მომადგენ ერთ-ორჯერ იმაში ვიყავით ხა კანონიერად ყველაფერი ისე არ ყოფილა მომადგენ ერთი ღორები მომადგენ და ჩხაშაშხუშზე გავიღვიძე რომ ღორები არიან ჩემი მეძინა მაგარი იყავდე ღორები გამი ზოგარ ყოვეგონე რა ჩამეძინა მზე რომ ამოდის აიგე დილით ეს მზე რომ მოხდება უძილარზე როგორ გეძინე თან მაგიოს ყველაზე მაგრა მოდის აი 11-ზე 10 საათზე აი რო გათენდა უკვე
რული. ციფზე რომ მოხდება ეგრევე რული ქვია მაგას რული. მაგრამ ეხლა მაგაზე უნდა გადავიდე რომ ადღეში ხარ შეგაჭირებულო. ეხლა მითხარი აი დილის გადაცემა რომ მიყავს ეგ მაგაზე მოყე ერთი ურცალი რა. რა გებითო აი მართლა გეუბნები რომ თუ როგორ არის ამბობ. აი როგორ არის რომ აქ ეხა როგორც კი უკვე სამსახურში ეხება ეთყობა მაინც ეს თანხას როდესაც სახათას ძილი გჭირდა ბიჭო მახსოვს. თანხას როცა ეხება საქმე ეთყობა ისეთნაირად ხო თანხას გაჭირება რომ ჩემ თავს რომ ეხა იქ სანადიროში ცე ფაკ იქ ხორი რო არ იყოს და ტიპი რო ხდებოდეს მაყუთით კი ბატონო წავიდე რაღაცას იზავა დგები და რაღაცას იზავა რა დაიძინე და რაღაცას გააკეთე ტბაზე მითხარი ერთი ორი სიტყვა ხალხს უთხარი მე შენი თქმა თუ არ ვიცი და რაღაცა ვიცი შენ მეზობლათაც ავარ მასთან დაკავშირებით ეგეთნაირად ხდება ეხა ამბავი უკვე მეორე წელი ანუ მან ეს სათევზაო მეურნეობა იყო და ძალიან კარგად მიდიოდა ეს ყველაფერი მართლაც არის ბევრი სტუმრები კარგი სტუმრები თან ძალიან ბევრი ძალიან კარგი ხალხი ძალიან კარგად რო ერთობიან და ამ ყველაფრის დირიჟორი რო შენახა რა ძალიან მაგრად სტუმრებს რა იცი ჯეპან ადამიანები ცოლშვილით მეგობრები მოდიან ბუნებაში აი ძალიან მაგარ სიამოვნებას იღებენ და ეს ემოცია ხო იქ ტრიალებს და შენ ახლა მისი დირიჟორი და ეს ემოცია შენია რა თქმა უნდა შენთან რო სტუმრები ყველაფერი კარგი ენერგია მოიგებს სტუმრები ყავს სახში და ეს სტუმრები არიან კაი ხასიათის არ ითევზები კიდე შიგნით ცოტა ეხლა ამას ვამბობ რომ განვითარება ჭირდებოდა ამ ამბობები რამე არ არის პერსპექტივა ბიჭო ამდენი ხანია ჯერჯერობით რაღაც ერთ კარგი მეგობრები ყავს იმას ველოდები ამ ადამიანებს ძალიან რაღაცა მოვაყარე ზიანში ბატონებო აქ ფანტასტიკურ ადგილას აი ზიანი არის სოფელი აი როგორ ფხოველი და ზიანი საოცრება აი რო დაარტყამ ბარს ამოდის მესამე საუკუნე ვახტანგ გორგასალი ისვენებ და იქვე რა ჭერემი გვერდი ჭერემი სასაული ადგილია რა არაშენდა და ნადიხარ და არაშენდა ნადიხარ და იქ არ პერევალია მთებშია ზაფხულში რო იწובה ყველაფერი სიგრილე და საოცარი ადგილია თან მეტიც არ არის 1000-ზე მეტიც არ არის ხო 800-ია და ეგეთია რა ზუსტად საკუთარი კუნძული მაქვს აი მათ მე მიყვები ხალხს უყვები რა მე ვიზახი იმას რა ქვია არა არა ჰოლივუდის მსახიობებს კუნძულები რო აქვს საკუთარი მეც კი ვიცი არა ვარ ნამყოფი შენ კუნძულზე თუ რა შეგაც ო ცოტა ის ფარა არ არის მან საკმაოდ და ამის განვითარებაზეა ლაპარაკი და ამ განვითარებასთან დაკავშირებით არიან კარგი ბიჭები რომელთანაც აი არის ძალიან დიდი იმედი რომ ეს ყველაფერი მოეწყობა კარგად მეთევზეების მან ყოველთვის დარჩება ეგ ადგილი რომ მეთევზეების თავისი გარკვეული ადგილი ექნება ეხა წელს არის ისეთ ძალიან ცოტა თევზები სამწუხაროდ შეიძლება რომ ერთ ადგილზე წამოიყვანონ ჩავსვა მაგას გაიგებენ თუ ჩავსვი რა მოკლედ ხო და საფხულისკენ ერთი კიდე გაკრათ ერთი კი ბატონო ეხა აქეთ ჩაკაპულის რომ მოდის ეხა რა საქმე გამომიჩნდა ხო ბევრი საქმე რომ მორჩები მაგ საქმე გამომიჩა რა ესე იგი ეს სერიალის ამბები ის რა ქვია ეს თვითონ დილის გადაცემა მე არის კიდე რაღაცა სხვა ამბები როდის გძინავ შეგაჭირებული მეცოდები ხა რომ აი როგორ რატო გითხრები მე ხო ვიცი არა მე ხო ერთხელ ბატონებოდა ქალბატონებო ეს კაც მივაკითხე ბიჭო როგორ იყო დიდი ხომში ცხოვრობდი და ეს დიღმის მასივში და აეროპორტში ყოველთვის მივდიოდით ერთად ყოველთვის რა მე უნდა ამისთვის გამომევლო ეს ჩამიждდებოდა და მივდიოდით ნუ და ფრენები როგორც მოგეხსენება დღე არასდროს არ არის რა ჩვენთვის იმიტომ რომ იაფი ისეთობა ბილეთები და ეხლა ამხელა დასი რომ ვიფრინავ თავის დავაცხადია რაც იაფია იმას ყიდულობენ და ლონდონში მიდივართ მეორედ კარები ჩამოვიღე კარები კინის კარებზე ბეჭდით ვაკაკუნე ერთ ოთახიან სახში ვაკაკუნე ბიჭო არ აღებს მეთქი გადავალ პოლიციას უძახებდი უკვე რა 12 სამაშველოს უძახებდა და მეთქი საღათა დავალ საღათა არის ეგეთი ხოლმე ეგეთი მითოლოგიური საღათა ძილი ქვია რა რომ ვერ იღვიძებ რა დათვი რა ეხლა როგორ ახლა რა ეხლა ნორმალურია აი შეძარებს ეთყობა ასაკმაც იცის თავისი გესმის ხო არა წინ იძინებ ეთყობა ეხლა დილას გადაცემა რო გაქვს რაღაცნაირად როგორ აღარ ორშაბათი გაქვს ორშაბათ პარასკევს ვარ ვიძინე ეხლა მაგალითად დღეს უნდა ადრე დავიძინე რომ ხვალ დილით ვაერტერში ხო და ვიხას აღარ შეგაწუხებ თუნდაც რომ დავუჩადა მაინც მინდა რომ ეხლა რაღაცა კითხო კიდე ერთი და გადავხედო რა დრო არ არის თორე იმდენ ამას კითხავდი და მიგდებოდი და ვილაპარაკებდი და უნდა შემოვიდეს ეთერში ინფორმაცია და რამე ჩამოკრავ კიდე ბიჭო ვაი ვერო შრიალებს და ნახე აი არ უკრავ აი არ არის რა შუა იმაში გიშხამებს იმას რა სიმღერას რა ვერა
რომ ძალიან მინდა, აი ხოჩეს აურ მუღამზე თუ კაცრავად ამ სიტყვის, მაგრამ აი მინდა რომ დაუკრა, მაგრამ ვერ გამომყო. მერა არ წავიწყო რა ის დიდი ხანია ყოველ ხელია რა ამ გიტარას შევლებული, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ვასწორდება და ეგრევე იშლება. ხო, კაი, არის ნერვიულო მაგალითად შემოკარგო. მოდი ისე ვიმღეროთ რაღაც. მაგრამ აბალა ჟამიე. ეკერა იცი რა ვიმღეროთ? ბიჭო, რა მოხდა ეხლა ერთი კვირის უკან, მაგერ ცხით ერთი რომ მოუგეს ბიჭო, მაგერ ჩვენს მეზობლებს, რა ქვია, სოლქებს, რამე რა. რაღაც ეხლა არა, არა, ხო, არა, ნუ ეხლა შემეცოდნენ რა. რაღაც მესამე გოლის შემდეგ რა მოხდა, უკეთესი გუნდი მყავს რა. ეხლა იცი ჩემ ბავშვობაში იცი რა იყო? 4-1 ეწერა ბიჭო კიბლაზე. აი საგი მაშინის ფშვები არისო რა. ჩემ ახალგაზრდობაში და 4-1 მოგვიგია 3-0 მოგვიგია ყოფილა რომ იმათაც მოუგიათ მაგრამ ნუ ეხლა აშკარად უკეთესი გუნდი ყავდა რა ეხლა რა ეგრე მიდოდა დამეწყო ვაფშე გადაცემა მიდოდა ეგრე დამეწყო მე ჩესკიანჩე მინაც ალვეს ბაშვიცკინაც არაცკიში პაილი როგორც გამოაისე ახსი სადო ახსირუმ ინჩუმოდეცა მიატნემ თოღლი ინჩუიმაცა მიაინექცირო ესკესირეცი ბაცდუ ანირა დავაჭანეცი იგინგი გარდა ეს რა სიტყვა არ ვიცი ტაქსის ზღოლმა ჩავაწერინა ეს და რამდენად სწორედ ვიძახი სიტყვებს არ ვიცი შეიძლება შეესწრო რაღაცა სიმღერა მიყვარს კი აი სიმღერა შვედიერი თო თვისებები რა უცნაური თვისებად უკაკ რამე აი რაღაცა აი ხო ბევრი თვისებები რა ვიცი ალბათ როგორ არ მექნება ეხა კაცი ვარ კაც რა ვიცი ყველა ადამიანი თავისებულია როგორც ესე აიენტიტის ამბეჭდივით როგორ არ მექნება აი რაღაცა გასული წინ სცენისა გასული წინ რამე ხო არა გაქვს ისეთი რაღაცა ხო არის ზოგი პირჯვარს იწერ ზოგი აი ეგეც თუ რაღაცა ლოცვა მეყვარ სახლიდან გამომდივარ არის ლოცვას ვიძახი არის დაკურთხილ წყალთან როგორ აქონმე ისე რა ვიცი ლოცვა რა უფრო ლოცვა დანარჩენის ხო ისეთი არაფერი ლოცვა უბრალოდ ლოცვა პირჯვარიც და ლოცვა ხო და ეხლა რა უნდა გითხრა აი გავხედე საცროლიკო ბიჭო რა რომელი აგერა სამწუთში უნდა დავამთავროთ რა ეგარი რა აბა რა ეხო მოდი რა დაგუნა სხვა გადაცემაც უნდა რა უნდა არაფერი რა დაუვლი რამე შემოგვიტანეთ ხო ამ ღორის გოჭი ბუჟუჟი რაღაცა გიშვენეთ რაღაცა გადავწე და დაჩამე არა გავჩემე გაზაფხული მოვიდა ჭი გაზაფხული მოვიდა მაგრამ ეხლა შესაქმნელს მიხედე და იქნება ჩაკაფული მაინც გავარტყავთ ერთი ზიანი გავიდეთ და იგი შეამოვნებით იცი როგორ ერთი რაღაცა იგი დავაწეთ ერთი დღე ჩავიდეთ კაი ჩაკაფულს ვაკეთებ კი იცი ახლა მაგიზე და ვაკეთებ რა უკვე თან დავამხეცე რაღაცები დავამხეცე დამატებები დომებია მეუნდებიან მაწონი ხო არა მაწონი ჩაკაფულს თო რას მეუნ ჟანრი გულაშვილის ის ყოფილა რა ქვია რას მეუნ არ ვიცი ზუსტადად მაწონი უნდა მე რასა და ჟანრის ცოდნია რაღაცა საოცარი მომიყვეს თელი ბუკეტიო მწვანე ლეულისო აი რაც გაზაფხულზე არისო აი იმიტომ რომ ეხლა კლასიკური არის ხახვი ტარხუნა ტყემალი აი და გვინო რა და სულ ყველაფერი უნდა მიცეო აი რაც კი გამოდისო აი ყველა ცოტა პიკნა ცოტა ისე თქმა უნდა ხო არ ბამალი დაინდო ვიტყვიდე შენ ხო ეგარი რა გენაცვალე როლი შენ გენაცვალე წარმატებებს გისურვებ ძმაო შენ შემოგეულო შემი თავი მაგრამ მიყვარხარ კაი კაცი ხარ წარმატებები გექნება ღირსი ხარ ძმაო და ისი ღირსიც ხარ ის მოგცეს ღმერთმა იკეთე და ყველას ერთად მშვიდობა ქონოდეს შეუბადო და ყველაფერი კარგად იქნება ალავერც გიორგისავთ ხო ბოდბეში წმინდა ნინოსა რომ მათის მეოხევითა ტახტ სხივი მოეპინოთა ბევრი ისრაფონ სწავლისკენ ცოტას ასვავდნენ ღვინოსაო შენ გენაცვალე ამით მომთავრებ ბატონებო და ქალბატონებო არაჩვეული ლექსითა რა ენდე თუ არა რა ეს არის შეუბადო თავისუფალი სივრცე 98 და 5 და ჯაპანას პაპანაკება მომავალ ხუჭაბათამდე გემშვიდობება ცხელა შენ